ესე იგი მეგობრებო, მეოთხე ბლოკში მე მინდა გაგაცნოთ საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მომავალი მეცნიერი, თუმცა რაღა მომავალი, ესე დავარქვევ, რომლის მიღწევებს შორის არის საქართველოს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის საპრიზო ადგილები და გრან-პრი ლოს-ანჯელესში Intel ISF-ის კონკურსის მეოთხე ადგილი, SpaceX-ის სიმპათია და ასე შემდეგ. და ჩემი სიმპათია მე აპლოდისმენტები ჩვენი ამ ადამიანს მართლა აღფრთოვანებული ვარ. ნუ გაგიკვირდებათ, ეს ადამიანი არის თემო ჩიჩუა, რომელიც ისაუბრებს თავისი გამოგონებების შესახებ, თუმცა თემო მანამდე მინდა გთხოვო, რომ მაქსიმალურად ჩვენთვის გასარკვევი ენით რო აგვიღწერო შენი გამოგონებები. სტუდიაში ვუყურებთ ნიფთებს და რა თქმა უნდა რეკლამის დროსაც ვცდილობთ გაგვეგოთ. ეს არის ვერაფერი ვერ გავიგეთ. და შეგვკვირდა თემო რომ დეტალურად აგვიხსნის ყველაფერს ჩვენთვის გასაგებია. თემო, ალექსი დრონი ცოტა საომავლოდ შემოვინახოთ, იმიტომ რომ ბოლოს მინდა მაგაზე ვისაუბრო. კარგით? რა? საერთოდ მოდით თუ გინდათ იქიდან დავიწყოთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან დაიწყე? პირველი გამოგონება ინტერესებს რომელსდენი წლის იყარ. მოკლედ, ბავშვობიდან, ღრმა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა. ახლა რამდენი წლის ხარ ბოდიში? ეხლა 18 წლის ვარ. ანუ ეხლა ბავშვი ვარ და მაშინ ღრმა ბავშვი ვარ. მოზარდი ვარ, კარგი. და ძალიან მიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა. ჩემი საყვარელი მწერალი არის აიზეკ იზააკ აზიმოვი და მას აქვს ესეთი ნაწარმოები მე რობოტი, რომელზეც ფილმიც არის გადაღებული. და როდესაც ეს წიგნი წავიკითხე, ჩემზე მოახდინა ძალიან დიდი ეფექტი და მეც მინდოდა რა თქმა უნდა, როგორც ალბათ ყველა ბავშვს გაუჩნდებოდა სურვილი, სახლში მყოლოდა რობოტი. და ეს არის 2011 წლის პერიოდი, როდესაც ყველას გახსოვთ იაპონიაში ფუკუშიმაზე მომხდარი ტრაგედია, რის გამოც იქ ესე იგი ატომური სადგური დაზიანდა, იქ იყო ხანძარი, მაღალი რადიაცია და მუშებს, ასე ვთქვათ, მეხანძრებს უჭირდათ ცეცხლსთან ბრძოლა. სამისად მე რაღაც გმირული შემართებით გამოვჩდი და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ესეთი რობოტი, რომელიც ამ ყველაფერთან, ასე ვთქვათ, უპრობლემოდ შეეცოდა ადამიანისთვის სახიფათო იყო და შესაბამისად რობოტისთვის. დიახ, ანუ ისეთი რამ რაც ადამიანს დაეხმარებოდა იქ, სადაც ადამიანი, ასე ვთქვათ, უძლურია. და ანუ მას დავარქვი მწვანე უცხო პლანეტელი, იმიტომ რომ ასევე სამეცნიერო ფანტასტიკებიდან ვიცით, რომ ესე იგი უცხო პლანეტელები ჩამოდიან, რაღაც გვანადგურებენ, გვინგრევენ ყველაფერს და მე გადავწყვიტე რომ სტერეოტიპი დამენგრია და პირიქით მეჩვენებინა რომ შეიძლება უცხო პლანეტელის იყოს კარგი და ანუ კი არა გაგვანადგუროს დაგვეხმაროს. პირიქით, აღხსნათ ეს ფილმი უცხო პლანეტელს. ბავშვის ფანტაზიებიდან. და შესაბამისად 2011 წელს, როდესაც საქართველოში რუსთაველის ფონდმა განათლების სამინისტროსთან ერთად პირველად ჩაატარა ლეონარდო და ვინჩი, მივიღე მონაწილეობა ამ რობოტით. ეგ ავიღე მეორე ადგილი. რა შესაძლებლობები ქონდა მწვანე როგორ პლანეტელი. ესე იგი მას ქონდა თვალებში მოთავსებული ინფრაწითელი გამოსხივების სენსორები, რაც ასე ვთქვათ, გარკვეული პრინციპით პოულობდა ცეცხლის კერას, მიდიოდა იმ ცეცხლის კერასთან, წყლის ჭავლით აღხდენდა მის. რამდენი წლის იყავი ამ დროს? მაშინ ვიყავი 2011 წელს 13 წლის და. წარმოუდგენელია. მოდი ამჯერად აგვიხსენი მაგიდაზე რა გამოგონებებიც გვაქვს მაგიდაზე გვაქვს ნახოთ. შემდგომ ეტაპზე უკვე გაკეთებული რამე რუმეები. ანუ ალბათ უფრო ცოტა გართულებული, კი, ცოტა არა, უფრო მეცნიერებისკენ წასული. ესე იგი, ეს არის ცეთბური ძრავა, რომელსაც ხედავთ. ეს არის ჩვენი ბოლოდროინდელი კვლევის შედეგი და ეს არის კარბონის ორფენა კომპოზიტები. ჩვენ რა დავადი ეშმაკის ბორბალი, ხო? მაგრამ არც აიდი ბარათებში და არც ეშმაკები არ ყო. ხო. მოკლედ, ესე იგი, რისთვის არის და რა არის? ეს არის ერთი დეტალი ამის, ხო, ხელში რაც ეს არის დეტალი, ეს არის სწორედ ეს არის კარბონის ორფენა კომპოზიტი, თქვენ თახოხედიდან ორჩენოთ, ესე იგი, ის შედგება ორი ფენისგან. პირველი არის კარბონის ზედაპირი და მეორე არის თითბერი. ესე იგი, რატო ეს წყვილი? მათ აქვთ ესეთ საინტერესო თვისება. თერმული გაფართოების კოეფიციენტი აქვს განსხვავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ტემპერატურაზე ერთი დეფორმირდება უფრო მეტად, ვიდრე მეორე. ჩვენ მათ ვაწყობთ სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც ჩვენ შევემუშავოთ და როდესაც ასე ვთქვათ, ისინი არის ერთმანეთზე შეწყობილი, არ უშვებს იმას, რომ ერთი რო უფრო მეტად გაფართოვდება, ასე ვთქვათ, მეორე დაძლიოს და შესაბამისად ხდება მისი გაყუნა. საბოლოო ჯამში, როდესაც ვათბობთ, გამოდის ისე, რომ იღუნება ერთ მხარეს, ხოლო გაცეების შემდეგ უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. დიახ. ნუ ეს რეალურად თვითონ ეს მოვლენა არ არის სიახლე და ეს ორფენა ფირფიტებიც არ არის. გამოყენებას ვერ ხვდები. ხო, რა შემთხვევაში აქამდე არსებობდა ბიმეტალური ფირფიტები. ეს ბიმეტალური ფირფიტები იყო თითბერით და უჟანგავი ფოლადით გაკეთებული, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ ტექნოლოგიით, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, 9-ჯერ გაგვეძლიერებინა ეს ეფექტურობა, რაც მას. ანუ ამის უპირატესობა ამაში მდგომარეობს, ამ მასალის გამოყენებით. მტკიცე არის, იმიტომ რომ კარბონი რეალურად უჟანგავ ფოლადზე დაახლოებით 6-ჯერ უფრო მტკიცე არის და ამავდროულად გვაქვს ესეთი რაღაც, რომ თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ეს ბიმეტალური ფირფიტები ყველა თქვენგანს გაქვთ სახლში. ეს არის თერმულ ამომრთველებში, ეს არის აი ელექტრო
მადუღარებში, როდესაც გავხდება და თავის თირთობა რეალურად იქ ანუ თერმომეტრის და ელექტრული წრედის გაკეთება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი პატარა ბიმეტალური ფირფიტა, რომელიც ასე ვთქვათ, დეფორმირდება და ამორთავს ჩამთავს. შეიძლება გაცხელდება და ირთვება ჩაიდანი, ამასთან გვაქვს საქმე? დიახ, ამასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვენ გამოვიყენეთ ესეთ რაღაცას. ჩვენ შევქმნით სითბური ძრავა ამით, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ. ესე იგი, ეს სითბური ძრავა შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან. ეს არის მახურებელი. აი ჩვენ ხედავთ ვიდეოს ეხლა. დიახ, მუშა სხეული და მაცივარი. რა ხდება რეალურად მახურებელი აცხადებს მუშა სხეულს, რომელზეც ეს ფირფიტები არის მოთავსებული. და შესაბამისად, როგორც გითხარით, ფირფიტები დეფორმირდება, რაც იწვევს მასები, რომლებიც ბოლოებზე არის მოთავსებული გადახრას. საბოლოო ჯამში მასათა ცენტრი თლიანი ამ მუშა სხეულის წაინაცვლებს გეომეტრიული ცენტრისკენ. და ეს ქმნის მაბრუნებელ მომენტს, რომელიც იწვევს მის დატრიალებას. ანუ ეს შეიძლება გამოყენებული იქნას ძალიან არ ვგანიარო ჭკვიანური შეკითხვა და ალბათ დილეტანტური ეს მოწყობილობა და მასში შემავალი დეტალები შეიძლება გამოყენებული იქნას უკვე საყოფაცხოვრებო ნივთებში, რასაც ჩვენ ასე აქტიურად ვიყენებთ. რეალურად არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთებში, რაშიც აქამდე უკვე ვიყენებდით, არამედ აი თუნდაც მზის ელემენტის გენერატორის შესაქმნელად და ანუ ჩვენ ჯერჯერობით მუშაობთ ამ აი მაგალითად აი ამ დანადგარს რა დრო დაჭირდა დაახლოებით შექმნისთვის? ასე იგი ჩვენ რეალურად ეს მარტო არ გამიკეთებია, კომაროვში დავაფუძნე ასე ვთქვათ კლუბი ორ ადამიანთან ერთად, ეს არის ალექსანდრე 18 წლის პარალელურ კლასელი ვართ. ესე იგი ეს არის INSEC, Insane Nerd Scientists and Engineers Club. და ესეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რომ აღმოჩნდა რომ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი მეცნიერების მხრიდან და შესაბამისად. კარგი. თემო, მოდი ამჯერად ჩვენ გადავიდეთ კლეფსიდრონზე, ეს არის გამოგონება, რომლითაც ჩვენ გაიმარჯვე საქართველოში და შემდეგ წახვედი უკვე ამერიკაში, სადაც გახდი SpaceX-ის სიმპათია. მე მინდა აღვნიშნო, რომ SpaceX-ი არის ელონ მასკის კომპანია, NASA-ს ქვეგანყოფილება, რომელიც ამზადებს შატლებს, ხო, თუ არ ვცდები. კი, ანუ ის მუშაობს ახლა კოსმოინჟინერიაში, spacecraft-ებს სხვა. ეს ვისაც ესმის ეს სფერო მართლა ისეთ რაღაცასთან გვაქვს საქმე. მე გახსენეს და მეტი NASA-ს ქვეგანყოფილება, საოცრება არის. განაგზეთ კოსმენტ ხარით ეს. აგვხსენი რა შეგვიძლია გამოვიყენოთ კლეფსიდრონი, რა დატვირთვა გააჩნია. ეხლა ვაგიხსენებთ კლეფსიდრონი, ესე იგი რეალურად ეს არ გეგონოთ, კლეფსიდრონი არის ეს ერთეული. ეს არის ერთეული, რომელსაც შეუძლია ბრტყელი ორგანზომილებიანი კონსტრუქციიდან გარდაიქმნას სამგანზომილებიანად. და როდესაც ჩვენ მასზე ვამაგრებთ უკვე მსგავს ფიგურებს მიწყობით, ანუ ჯაჭვს ვაკეთებთ, შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც არის ტრანსფორმირებად. ეხლა რა შუაში აქვს ამ ყველაფერთან SpaceX-და NASA. რეალურად, ანუ ველოდოთ რეალურად ჩვენო კოსმოსში ერთადაც მოხდება. ველოდოთ და ძალიან მოხდება ამ წელში თქვენ მიხილავთ ამ ყველაფერს კოსმოსში. და ეხლა რატო კოსმოსში? რეალურად თქვენ იცით რომ როდესაც ანტენები ან სხვა კონსტრუქციები მეაქვთ კოსმოსში, რახან დიდი ზომის არის და იქ წაღება პრობლემატური არის, აკეთებენ რამოდენიმე ასე ვთქვათ რეისს, ანუ უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა, თანხის დროის დახარჯვა, მე შემუშავებ პროგრამა, რომელიც ასე ვთქვათ გვიჩვენებს როგორ შეიძლება პატარა დაკეცილ მოცულობაში ჩავატაროთ თელი ანტენა და იქ უბრალოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერეთ, გავშალოთ ნებისმიერი სახის კონსტრუქცია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ანტენა, იქნება ეს რაღაც სადგური თუ ასე შემდეგ. ნებისმიერი მოწყობილობა. ანუ ფორმას მივა უფრო ჯიგრულად იდეალურად ახსნა ეს ყველაფერი. ვთქვათ, არის დიდი მოწყობილობა, რაღაცა რასაც ვერ ვატევთ ამ შატლში. შენი გამოგონებით შეგვიძლია ეს მოწყობილობა დავკეცოთ, იქ ეს პატარა მოწყობილობად, რომელსაც ჩაუშვებ ჩალტში, გაფრინდება კოსმოსში და იქ გაიშლება. ხო, მაგრამ რატომ მაინც ეს ფორმა, ეს არის მე მგონი საინტერესო და არა ვთქვათ ჩვეულებრივი ესეთი ფორმა რო ქონდეს მაგალითად. სხვანაირი ნებისმიერი სხვა ფორმა რატო არ შეიძლება რომ იყოს? კლეფსიდრონისგან მივიღოთ რაგინდ ვარიაციის გაშლები. ანუ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ წრიული ფორმის, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პირამიდა. ხო, ნებისმიერი ფორმა შეგიძლია მისცემ. GDPD-აზე რომ მქონდა ჩვენ სიუჟეტი, იქ გვაჩვენებდი ამ ყველაფერს, ანუ სხვა ეს არის რა ქვია. ეს არის საფუძველი, მოკლედ და შემდეგ იღებ უკვე ნებისმიერ ფორმას როგორც მივხვდი. თავარი ელემენტი არის აი ეს დეტალი. ასე ვთქვათ ეს დეტალი, რომელსაც შეგვიძლია რაგინდ ვარიაცია მისცე უკვე ტრანსფორმირება. ეს მოხსენი და მაყურებელს აჩვენე რაღაც ვარიაცია, მე რო იქნებ გავიქორა. ანუ ამის მეშვეობით მხოლოდ ერთი რეისი დაგჭირდება ჩვენ კოსმოსში. ხო, ინტერსტელარი. პატარა ინტერსტელარი. საინტერესოა შენი თანამშრომლობა SpaceX-თან, მე როგორც ვიცი, შენ გახდი SpaceX-ის სიმპათია, აი რაში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი. ნუ რეალურად მათ დაგვაფინანსეს $2000 ამ პროექტზე. და რა თქმა უნდა. მომეც ერთ იქნებ გავერკვერა. დამადროულად ქონდა იმეილი ძალიან აქტიური მიმოწერებით თომ პროექტზე და საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ მე როდესაც მივიყვან პროექტ საბოლოო სახეზე, მათ კიდევ ერთხელ დავუკავშირდები და ვეთქვი, რომ უკვე მზად არის პროდუქტი. გავაბუჭეთ. არა უჭერს. არ გაუჭირდება თავიდან გაკეთება.
და საბოლოოდ ჯამში მოკლედ ანუ როდესაც მივალ დასრულებულ სახემდე ისინი უკვე თავიანთ მკვლევარებს გადასცემენ ამ ყველაფერს და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ უკვე დასრულებულ პროდუქტს რომელიც წავა კოსმოსში. და ეს ყველაფერი მოხდა Intel ISF-ის ღონისძიებაზე. ეს Intel ISF-ის ანუ რეალურად საქართველოში რუსთაველის ფონდი ატარებს ინოვაციური განათლების ფონდთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ყოველწლიურ კონკურსს ლეონარდო და ვინჩის რომელზეც ვისაუბრეთ. ეს გოგოები მგონი გჭირდება გუნდში ისორი ჩაანაცვლოს ვინც უკვე ჩვენ დავაფორე. იცი რა ვერ გეტყვი რომ ავაწყობ რომელიმე ეს გამოგონებას თუმცა ესე შემიძლია რომ წარმოვდგინო შემდეგ იქ დამსწრე საზოგადოებას რაიმე პრეზენტაციაზე. ოღონდ შეკითხვები არ უნდა იყოს იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რთულია ამის გაგება. შენ თქვი რომ ამ კლეპსიდრონში მთავარი ის არის რომ დავხუჭო თვალი და ამასობაში შენ რო შეატრიალო რო გავახალ ვერ მივხვდები რომ ეს არ არის მთავარი ეს არის ერთ-ერთი მისი თვისება მას გააჩნია ოქტაედრალური სიმეტრია რაც გულისხმობს იმას და ამ მარტივი ტერმინი ანუ შეგეშინდათ ანუ როდესაც რაღაცა ფიგურას შემოატრიალებ გარკვეული კუთხით გაძლევს ისევ იგივე სახეს ჩემ კონსტრუქციას ჩემ ფიგურას აქვს 90 გრადუსიანი ოქტაედრალური სიმეტრია რაც იმას ნიშნავს რომ როდესაც 90 გრადუსით შემოატრიალებ ზუსტად იგივე გამოსახულებას ანუ ეს არის დეტალი საფუძველი რაზე დაყრდნობითად შეიძლება შეიქმნას კონკრეტული ნივთი, რომელსაც როდესაც წავიღებთ კოსმოსში, დავკეცავ და არ იქნება დიდ ადგილს არ დაიკავებს და შემდეგ მცირე ზომას და შემდეგ შეგვიძლია გავხსნათ. ეს არის ამის მთავარი იდეა. კი, ეს არის მთავარი შემადგენელი ელემენტი. ეს წაღებული გქონდა თავისთავად. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ ორჯერ ვიყავით Intel ISF-ს და წელსაც ვიყავით აი გამოგონებით, რომელზეც ფინალისტები გავხდით, უკვე საპრიზო ადგილი ვერავიღაც სამწუხაროდ სხვასაც ხომ უნდა დაუთმოეხათ. მაგრამ შაშან ამ წაღებული ეს უბრალოდ დეტალია რამე მე რომ ყველა დავინტერესდი სხვა დეტალებს. ჩადოსნური ჯოხი. ეს იმისთვის რომ რადი მოუკლოთ ეს არის სწორედ იმის საჩვენებელი რომ ეს არის სფერული მექანიზმი, ანუ ეტევა სფეროში, აი მომაწოდე გაჩვენა ფრას გულისხმობ, ანუ ჯობია შენ ტრანსფორმერებისას მისი წვეროები დადის სფეროზე. ამიტომ დიდი ხანი ასე ვთქვათ ეს ყველაფერი არ უკეთებია და დაიღალა, ანუ როდესაც გავშლით ან დავკეცავთ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომ ის მოძრაობს ერთ და იგივე ერთი შეკითხვა მაქვს. რაც ანუ იმას იწევს რა ქვია, ქმნის მას სფერულ მექანიზმად. და ეს იმას გულისხმობს რომ ყოველი მხრიდან შეგვიძლია მივუერთოთ მას, ანუ ვარიაციებზე როგორც საუბრობდი, არ ვარ შეზღუდული იმაში, რომელი მხრიდან მივუერთებთ, ასე ვთქვათ, შემდეგ ბლოკს. ერთი შეკითხვა მაქვს. თეორიული ცოდნა, რომელიც გჭირდება აი იმისთვის, რომ შემდეგ ყველა ეს შენი პროექტი განახორციელო. რეალურად ეს ყველაფერი აი ამ ეტაპზე ძალიან მარტივი ჩანს, იმიტომ რომ უკვე გაკეთებულია და ამოფრ აი ეს შეუძლია, მაგრამ როდესაც იყო კვლევითი პროცესი განსაკუთრებით აი ამ პროექტზე, ესე იგი ჩვენ პირველ რიგში ტექნოლოგია შემუშავება, რომელიც ამის დამზადებას დაჭირდა, ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, იმიტომ რომ ანუ რეალურად არ არსებობდა აქამდე მსგავსი ფირფიტები, შესაბამისად ჩვენ დაგვჭირდა მოგვეფიქრებინა პრინციპი, რომელთაც კარბონს შევადუღებდით თითფერზე, ამაზე ქონდა უამრავი ექსპერიმენტები, მე დამზადებისას უკვე ეფექტურობაზე ექსპერიმენტები როგორ უნდა აგვაწყოთ თან ძრავის კონსტრუქცია. ეს რეალურად არის შრომატევადი პროცესი, რომლის პროდუქტიც უკვე უბრალოდ ძალიან ლამაზი გამოდის დასრულების შემდეგ და მარტივ. იმისათვის რომ მაყურებლისთვის ყველა მოდი რა კიდევ ერთ აი ამ აპარატის ამბავი მე გავიგე. ამ აპარატის ამბავიც გავიგე. ამ მოდი კიდევ ერთხელ ვხსნათ მოკლედ მაყურებლისთვის. ეს არის ერთადერთი ეს არის ჯადოსნური ჯოხი. პროფესორული დაგესრება ყველა. ჩაფიქრებულია. ეთერი დასრულდება და შედეგასრულდება. არა, საინტერესო რა არის? ახსნათ, მე მგონი იმის ცოტა რთულია, ბუნებრივია, მე ძალიან ბევრი შეკითხვის დასმა დამჭირდა იმისთვის, რომ გამეგო არსი, თუმცა გავიგე და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ნათელი მოვფინოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის, რომ SpaceX-თან წარსდგა აი ამ რაღაცით. აი ეს კიდევ ერთხელ აუხსნათ, რატო გამოიგონა ეს და რას ემსახურება, რა იქნება ამის ფუნქცია მომავალში. კიდევ ერთხელ აგვიხსენით, თემო გეხოცები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რაღაცა კითხვის ნებიტარ. მგონი ბონდომ ძალიან მარტივად თქვა ეს ყველაფერი, ანუ რეალურად SpaceX ის მოეწონა, რომ მას შეიძლებოდა ერთი რეისით გადაეტანა ისეთი დიდი კონსტრუქცია, რომელსაც აქამდე ასე ვთქვათ, რამდენიმე რეისის გაკეთება. ჩვენ ვიცით SpaceX და ზოგადად NASA-ს ხშირად გაყავს რობოტები სხვადასხვა პლანეტაზე. ეს რობოტები არის საკმაოდ დიდი ზომის. შესაბამისად, მათ ხშირად უწევთ ალბათ 2 და 3 რეისის გაკეთება, რათა ყველა რობოტი გადაადგილდეს დედამიწიდან, მაგალითად მარსზე. კლეპსიდრონის და ამ მოცემულობის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ეს რობოტი ზომაში დავაპატარაოთ. ეს პატარა რობოტი. აი, რამხელა უნდა იყოს კლეპსიდრონი. თუ შეგიძლია რეალურად თქვენ ხედავთ მაგალითისთვის მე არის ძალიან ცუდი, მაგრამ ანუ ზომებში თუ ვატყობ საკმაოდ აი ხავე განახებთ ანუ ეს დაახლოებით 9 მეტრი ხომ და დაკეცვის შემდეგ დაახლოებით
10 სანტიმეტრზე დადეს და ეხლა გაითვალისწინეთ, რომ აქ ბმები არის ხელნაკეთი, ანუ არის ძალიან ცუდად გაკეთებული და რეალურად თითო ელემენტს ემატება დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტი ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც საჭიროა, რეალურად უფრო შთამბეჭდავი იქნება. მე ყველაფერს მივხვდი და გავიგე, მართლა გავიგე. რაში გამოვიყენებთ ამ მოწყობილობას ეს ვუთხრეთ კიდევ ერთხელ. სეთბურდრავას შეგვიძლია გამოვიყენოთ, რეალურად როგორც გენერატორი და ამოდროულად ჩვენ რეალურად ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა თვითონ ბიმეტალური ფირფიტების ეფექტურობა, რომ ის მართლა მუშაობს. ჩვენ დავამზადეთ ბიმეტალური ფირფიტებისგანაც და კარბონის ორფენა კომპოზიტებისგანაც და ეფექტურობა რა თქმა უნდა მე რაც მივხვდი, მთავარი აღმოჩენა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩაანაცვლეთ ეს ერთი მხარე, სადაც აქამდე თუ იყო ორივე ლითონი და შესაბამისად ვიყენებდით ესეთი სახით, ეხლა ეფექტურობა გაიზარდა და შესაბამისად უფრო მომგებიანი იქნება. რეალურად კარბონი აქამდე არ იყო ესე აქტიურად, იმიტომ რომ ნანოტექნოლოგიები, ახალი ტექნოლოგია, ძვირი ღირდა, მაგრამ შესაბამისად ჩვენ მივიღეთ დაფინანსების სხვადასხვა ფონდებისგან და შევწელთ ამ პროექტს. ეხლა რას ველოდებით ამ ყოველფრის შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან გვინდა წარმატება გისურვოთ. რეალურად ჩვენ მუშაობთ აი ამ პროექტის განხორციელება ალბათ განხორციელება. მე რამდენიმე ძალიან მუშაობთ. არის როგორც სამეცნიერო, ასევე სოციალური ნაწილი. ანუ ჩვენ ვაკეთებთ ასე ვთქვათ ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, სადაც ვცდილობთ რომ ავწიოთ ტექნოლოგიური ინტერესის დონე. ბოლოს ვიყავით სვანეთში, სადაც ჰქონდა იქ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, ვიყავით სამ სკოლაში და ვისაუბრეთ რომ არსებობს ესეთი კონკურსი, ვართ ჩვენ მონაწილეები, რომლებიც ვაკეთებთ რაღაცებს და თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება, სადაც ჩვენი კლუბი, ანუ რისთვისაც დავფუძნდით, დაგეხმარებით, ვქნით ახლა ფონდს, სადაც გვექნება გარკვეული დაფინანსებები ყველა იმ პროექტის მიმართ, რომელიც ახალგაზრდებს გაუჩნდებათ. თემო ძალიან დიდი მადლობა შენის რომ SpaceX-ი დაინტერესდა ქართველი ახალგაზრდა მეცნიერით არის. რომ ეს ძალიან ბევრს მიაღწევს. უკვე წარმატება და კიდევ უფრო ბევრი წარმატება მინდა გისურვო. თემო წარმატებები. მომასი მადლობა. ალბათ თქვენ. ჩვენ რეკლამის შემდეგ